მოგესალმებით ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს. დღეს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის დაძაბულ ნახევარფინალებს გადავხედავთ. პირველ მატჩში ერთმანეთს არსენალი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ და ეს შეხვედრა PSG-მ კვარაცხელიას პასით 1-0 მოიგო. შემდეგ კი ბარსელონას და ინტერის დაპირისპირება იყო, რომელიც ფრედს 3-3 დასრულდა. ორივე თამაში სავსე იყო დრამატიზმით და დაძაბულობით. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ ორ უაღრესად საინტერესო თამაშს. შევეცდებით გავაანალიზოთ გუნდების მიერ დაშვებული საკვანძო შეცდომები და გამოვავლინოთ ამ შეცდომების გამომწვევი მიზეზები. ერთად ნახოთ, რა ტაქტიკურმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა ეს შედეგები და რა უნდა ისწავლონ გუნდებმა ამ თამაშებიდან. დარჩით ჩვენთან და ერთად ჩაუღრმავდეთ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს. და ბოლოს, სანამ ჩვენ სიღრმისეულ ანალიზზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ მომავალი საინტერესო ვიდეოები. მოიწონეთ ეს ვიდეო თუ ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარი ხართ. ხოლო ვიდეოს ბოლოს გელოდებათ საინტერესო შეკითხვა, რომელზეც სწორი პასუხის ავტორები ჩვენს შემდეგ ვიდეოში მოხვდებიან. ასე რომ, თვალიადევნეთ ბოლომდე და ჩაერთეთ დისკუსიაში. PSG-მ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში არსენალი სტუმრად 1-0 დაამარცხა და მიუნხენური ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თამაში შეგვიძლია სამ მონაკვეთად დავყოთ. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში PSG იყო გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგეს უბრალოდ დონით აღემატება, დაახლოებით 30-დან 75 წუთამდე არსენალმა ჩაიგდო თამაშის კონტროლი, პარიზელებს კარგად აპრესინგებდა და გოლთან უფრო ახლოს იყო. თამაშის ბოლოს კი ლუის ენრიკეს გუნდმა თავისუფალ სივრცეზე რამდენიმე კარგი შეტევა განავითარა და შინ უფრო კომფორტული ანგარიშით დაბრუნებაც შეეძლო. ტაქტიკური თვალსაზრისით თამაშის დასაწყისში ლონდონელებისთვის მთავარი თავსატეხი უსმან დემბელეს ცრუცხრიანობა იყო. ფრანგი შემტევი ჩამოდიოდა სიღრმეში, ზოგჯერ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციასაც კი იკავებდა, ამ დროს არსენალის მცველები მას არ მოჰყვებოდნენ და თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდნენ. შედეგად PSG-მ ლივერპულთან გატანილი გოლის კოპირება შეძლო. დემბელე მოედნის ცენტრში იხსნება, ნუნუ მენდეში მას დიაგონალურ გადაცემას უკეთებს და მოწინააღმდეგის პრესინგს ჭრის, ხოლო PSG-ს ნახევარმცველი აკეთებს აჩქარებას ფლანგზე და პასის დერეფანს ათავისუფლებს. ლივერპულთან ეს აჩქარება ვიტინიამ შეასრულა, ხოლო არსენალთან ფაბიან რუისმა. ზოგადად პარიზული გუნდი დასაწყისში არსენალის პრესინგს კარგად ხსნიდა. ან გოლის იდენტურ კომბინაციებს ათამაშებდა, ან ნუნუ მენდეში ადიოდა მაღლა, მის ადგილს ერთ-ერთი ნახევარმცველი იკავებდა და თავისუფალ ჯიბეებში კვარა იხსნებოდა. ქართველმა მორიგი ტოპ პერფორმანსი შემოგთავაზა და შეტევაში სარგებელს დაცვაში აქტიურობაც დაუმატა. იგი რეგულარულად ჩამოდიოდა ფლანგზე და მენდეშთან ერთად საკას წინააღმდეგ ორმაგ ბლოკს ქმნიდა. არსენალისთვის მთავარი პრობლემა იყო ტომას პარტის დისკვალიფიკაციაც. დომინოს ეფექტით პოზიციები დეკლან რაის და მიკელ მერინოს შეეცვალა. მათი წყვილი კი საყრდენ ზონაში შეუთამაშებელია, რაც გოლის ეპიზოდშიც გამოჩნდა. რაისი ტიმბერის დასახმარებლად ფლანგისკენ კვარას წინააღმდეგ გადავიდა, ხოლო საყრდენი ზონა ესპანელმა ვერ დააზღვია. მეორე ტაიმშიც იყო მსგავსი ეპიზოდი, თუმცა აქ მერინოს და რაის როლები გაცვლილი ჰქონდათ და უკვე დეკლანმა დააგვიანა ჟოაუ ნევეშზე თამაში. დეკლან რაისი არ არის კლასიკური ტიპის რეჯისტაც, რომელიც თამაშის ტემპს გააკონტროლებს და პასებს იდეალურად გაანაწილებს. რამდენიმე ეპიზოდი რომ გაჩვენოთ. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად თავისუფალ ოდეგორზე გადაცემის ნაცვლად რაისმა ბურთი ფლანგისკენ გააგზავნა, სადაც არსენალის ფეხბურთელი ეგრევე პრესინგის ქვეშ მოხვდა. აქ კი მარჯვნივს საერთოდ არ გაიხედა, სადაც ორი გუნდელი და პერსპექტიული შეტევის განვითარების შესაძლებლობას ჩანდა და ბურთი მარცხნივ მყოფ ტროსარს გადააწოდა, რომლის წინააღმდეგაც 4 პარიზელი იყო. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არსენალის ყველაზე სახიფათო მომენტი დეკლან რაისმა თავისი მთავარი სკილის, დიდ სივრცეებზე ბურთის წაღების უნარით შექმნა. პარიზული გუნდის სუსტი წერტილი აშრაფ ჰაკიმია. მაროკოელი სამჯერ მოატყუეს 1-1-ზე და სამივე შემთხვევაში მომენტი შეიქმნა. ჯერ საკას გადაცემას ვერ მიწვდა მერინო, შემდეგ კივიორი გასცდა ჰაკიმის და PSG პენალტს გადაურჩა, ტაიმის ბოლოს კი ლუის სკელიმ ჩამოიტოვა მაროკოელი და გაბი მარტინელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. ჰაკიმის ბრალეულობა ტროსარის მომენტშიც გამოჩნდა, როდესაც იგი მაილზ ლუის სკელიზე გაუაზრებლად ავიდა და თავისი ზონა აბსოლუტურად თავისუფალი დატოვა. საპასუხო თამაშის წინ PSG მნიშვნელოვან ფავორიტად გამოიყურება. იმ შემთხვევაში თუ არსენალს გარისკვა მოუწევს, ლუის ენრიკეს გუნდი წარმოუდგენლად კარგია სწრაფ შეტევებზე. ამავდროულად შეუძლია თამაშის ტემპის მოკლა ბურთის გაუთავებელი კონტროლით. ლონდონელებისთვის კარგი ამბავი კი ტომას პარტის დაბრუნება იქნება. მასთან ერთად უფრო კომფორტულ ზონებში რაისი და მერინო გადაინაცვლებენ. მოკლედ ყველაფერი 4-შაბათს ღამე პარიზში გადაწყდება. ბარსამ და ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გრანდიოზული შოუ დადგეს. ჰანსი ფლიკი და სიმონე ინძაგი მთავარ აქცენტს არა მოწინააღმდეგის შეჩერებაზე, არამედ მისი სუსტი მხარეების ექსპლუატაციაზე აკეთებდნენ. შედეგი 3-3 სწორედ აქედან გამომდინარეობს. ჩვენ ორი გუნდის მარჯვენა ფლანგის დიადი პერფორმანსი ვიხილეთ. ბარსაში მაქსიმალურ საფრთხეს და მაგიას ლამინ იამალი აწარმოებდა, ხოლო ინტერის შემადგენლობაში ცხოვრების თამაში დენზელ დუმფრისმა ჩაატარა. დავიწყოთ დენზელ დუმფრისის პერფორმანსით. მისი ძირითადში გამოყვანა სიმონე ინძაგის მხრიდან უკვე თამამი ნაბიჯი იყო. დუმფრისი ალტერნატიულ დარმიანთან შედარებით დაცვაში უფრო ცუდად გამოიყურება, სამაგეროდ ბევრად ეფექტურია შეტევაში.
ინძაგის მიზანს ბალდეს არ ყოფნაში ბარსას დაცვის სუსტ ფლანგზე მთავარი დარტყმის მიყენება წარმოადგენდა. პასების რუკაზე ჩანს თუ როგორ თამაშობდა ინტერი. იგი ბურთს არ იგერიებდა, მას მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, ცდილობდა იქ ბარსას რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის გადმოყვანას და შემდეგ დუმფრის იზოლაციაში ტოვებდა. უკვე პირველ წუთზე ინძაგის გუნდმა დუმფრისსა და მარტინ შორის დუელი შექმნა და ეს შეტევა გოლით დაასრულა. კიდევ ერთი მაგალითი რომ ვნახოთ. აქ კარგად ჩანს, რომ ინტერმა ბარსას ფეხბურთელებს მარცხენა ფლანგზე მოუყარა თავი, ხოლო რამდენიმე წამში დუმფრისის საპირისპირო ფლანგზე იზოლაციაში დატოვა. ნიდერლანდელის კიდევ ერთი იარაღი კუთხურებზე მისი თამაში იყო. ინტერმა სულ 2 კუთხური ჩააწოდა. ორივეში დუმფრისის წინააღმდეგ მის ფონზე უნარო დანი ოლმო იდგა. დენზელის სიღრმიდან იწყებდა აჩქარებას და დომინირებდა. მაგრამ მოედანზე უფრო ეფექტური მოთამაშეც იყო. მსოფლიოში მაგიაზე ყველაზე ორიენტირებულმა ფეხბურთელმა მაქსიმალური თავისუფლება მიიღო და შოუც გვაჩუქა. გოლის ეპიზოდში იამალმა 5 ინტერის ფეხბურთელი შემოიკრიბა და მათ შედევრის საყურებლად საუკეთესო ადგილები დაურიგა. 2-1-ზე შექმნილი სიტუაცია უკიდურესი კუთხიდან ძელისთვის გარტყმულ ბურთად აქცია. ინძაგი იძულებული იყო იამალის წინააღმდეგ 2 ან 3 ფეხბურთელი გამოეყენებინა. შედეგად ინტერის პრესინგში მხოლოდ ლაუტარო მარტინესი და მარკუს ტურამი მონაწილეობდნენ და ცხადია ბარსას ყველა გამთამაშებლის გადაკეთვას ვერ ახერხებდნენ. მათ ბურთი ისევ იამალისკენ მიჰქონდათ. იამალმა თავისი როლი მეორე გოლში შეასრულა. ჰენრიხ მკითხარიანს იმდენად შეეშინდა ლამინის მცველთან 1-1-ზე დატოვების, რომ ფლანგისკენ გაიქცა და მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველ პედრის პასის მოსამზადებელი დრო მისცა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ინტერმა 17 წლის ბიჭისგან მომავალ საფრთხეს ვერაფერი მოუხერხა. ბუკვალურად ყველა ეპიზოდში ლამინი განსხვავებას ქმნიდა. ორივე გუნდმა ფლანგური დომინირების მაგალითი შემოგთავაზა. ორივე მხარეს გატანილი გოლები ლოგიკურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორივე გუნდი თანაბრად კარგად თამაშობდა. ინტერის აფეთქებები იყო გააზრებული, მწვავე და მიმართული მოწინააღმდეგის სუსტ ზონაზე. ბარსა უფრო ტოტალური იყო და პოტენციური საფრთხის ბალანსით ინტერს აღემატებოდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბარსას მომენტებს სისტემური და არა სპორადული სახე ჰქონდა. ინტერმა კი საკუთარი შანსებიდან მაქსიმუმი მიიღო. საპასუხო დაპირისპირების წინ ასეთი ვითარებაა. ინტერის ხელში საკუთარი მოედნის უპირატესობა და თანაბარი ანგარიშია. ბარსას მხარეს უკეთესი ფეხბურთი, მაგრამ ბალდეს დაბრუნების გარეშე მარცხენა ფლანგის პრობლემების მოგვარების გარანტია არ არსებობს. სცენარი მაქსიმალურად ჩახლართულია. ასეთი იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებები. იმედი მაქვს ჩვენი ანალიზი დაგეხმარათ უკეთ გაგეგოთ ამ საინტერესო მატჩების დეტალები. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. წინ განმეორებითი დაპირისპირებები გველოდება, სადაც ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. თქვენი აზრით შეძლებს არსენალი PSG-სთან პარიზში დაქამბექებას და რა მოხდება ბარსელონასა და ინტერის დაპირისპირებაში? გაგვიზიარეთ თქვენი პროგნოზები კომენტარებში და ერთად ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი დაპირისპირებების შედეგები. ახლა კი ჩვენი დაპირისპირებული კითხვის დროა. და ბოლოს ჩვენი ტრადიციული შეკითხვაც. თქვენი აზრით, რა არის ფეხბურთის ყველაზე დიდი ხიბლი და რატომ უყურებს მას მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. ყველაზე საინტერესო პასუხები ჩვენ შემდეგ ვიდეოში მოხვდება.